21 მარტს მთელი მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა, გადაიღოს ფოტო ჭრელი წინდებით, რამდენადაც წინდა სიმბოლურად ქრომოსომის ფორმას გვაგონებს. ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული ტურის მონაწილეებთან ერთად, რომლებიც ზესტაფონის სპორტის სასახლეში გამართულ სასკოლო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად. ძალიან განსაკუთრებული დღეა ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჯერ ამდენი მუნიციპალიტეტის სპორტულმა გუნდმა რომ მოიყარა ჩვენ სპორტულ დარბაზში, თავი ეს ძალიან გვახარებს და გვიამაყებათ. ან დღეს არის დაუნის სინდრომით დაავადებულთა მსოფლიო დღე და მათ ვუძღვრით ფაქტიურად ამ დღესასწაულს. 21 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და ვფიქრობ, რომ ეს არის დაავადება. პირიქით, ძალიან თბილი, ძალიან განსაკუთრებული ადამიანები არიან და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ საზოგადოებაში ამ ადამიანებს. ჭირდება ძალიან ბევრი სიყვარული, სითბო, რაც დღეს თითქოს მათი მხარდაჭერა გამოვხატეთ ჩვენ ამ მინიმალური ჟესტით მათ მიმართ. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა, ასე ვთქვათ, მსოფლიო დღეა და ჩვენ ყველანი ესე ჭრელაჭრულად წინდებით მივესალმეთ მათ და ხმამაღლა გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ერთად ვაშენებთ დამოუკიდებელ და ბედნიერ საქართველოს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და საინტერესო პროექტია, რომელიც ბოლო 10 წელია ხორციელდება საქართველოში. ამ პროექტმა 100,000-ობით ახალგაზრდა ვირტუალური თამაშებიდან დააბრუნა სტადიონებზე, მოედნებზე, სპორტულ დარბაზებში. ეს არის შესაძლებლობა, ეს არის ბავშვების პერსპექტივა, რომ მათ სამოყვარულო დონიდან მაღალი მიღწევების სპორტში აღმოაჩინონ თავიანთი თავი. ზესტაფონი მასპინძლობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის იმერეთის რეგიონულ თამაშებს კალათბურთში, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. წარმოდგენილი არის 12-ვე მუნიციპალიტეტი. მადლობა ზესტაფონის მერიას იმ ორგანიზებისათვის, რომელიც მათ აშკარად იგრძნობა, რომ მომზადებული არის ყველაფერი იმისათვის, რომ ტურნირი ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე. წარმატებები მინდა უსურვო მონაწილე გუნდებს და მინდა ვიხილო გამარჯვებული წარმატებული გუნდების წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დასავლეთ საქართველოს ზონალურ თამაშებზე და შემდეგ ვიხილო ისინი ფინალურ ტურებში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხორციელდება საკალათბურთო ტურნირი ქალაქ ზესტაფონში, იმერეთის მხარის საჯარო სკოლებს შორის. ტურნირი და ოლიმპიადა არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის ამკვიდრებას, სპორტის ოლიმპიური სახეობის პოპულარიზაციას და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში სპორტული ასპარეზობა მეტად საინტერესო და დაძაბულ ვითარებაში წარიმართება. მოგეხსენებათ, რომ სასკოლო ოლიმპიადა გაიხსნა კალათბურთში დღეს ზესტაფონში იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობენ და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მე პირადად გახლდით ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე როგორც მაყურებელი და ისეთი აღფრთოვანება და სავსე ვარ იმით, რომ 14 წლის ქართველმა გოგონამ შეძლო, რომ საქართველოს ჰიმნი აჟღერებულიყო ბათუმის ზამთრის სახეობათა სპორტის სასახლეში, რომ აი ამ დღევანდელი მისალმებაშიდაც ამას ხაზი გაუსვი და ვთვლი, რომ აი ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ამკაცრებს ნარკოპოლიტიკის თემატიკას
და მოუწოდებს ახალგაზრდობას, რომ რაც შეიძლება უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს დაკავებული და ის რაც დღეს ამ სპორტის სასახლეში ხდება ზესტაფონში, ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ რაც მეტ ახალგაზრდას მოვიზიდავთ და რაც მეტი ახალგაზრდა ჩაებმება ასეთი თამაშების მსვლელობაში, მით უფრო მეტი ახალგაზრდა გვეყოლება ქუჩას მოწყვეტი. მე ვარ საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი. ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა ზესტაფონში და ზესტაფონის სახელით, რა თქმა უნდა, მიიღეს მონაწილეობას იმერეთის ჩემპიონატში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში და მინდა უსურვო წარმატებები. აი თქვენ როგორ თქვით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უწყობს ბავშვებს დამეგობრებას აი სპორტი, დამეგობრებას ხელს, უწყობს ჯანსაღი ცხოვრებას წესს და რა თქმა უნდა, თუ კარგი სპორტსმენი გამოვლინდა ვინმე, მას გზა ექნება გაკვლეული, რომ დიდი კალათბურთი ითამაშოს. ჩვენი სკოლიდან 8 პირველი ადგილი ავიღეთ, ასე რეგიონალურზე ავიღეთ ტენისში პირველი ადგილი ბიჭებში, პირველი ადგილი გოგონებში, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან ფრენბურთში ავიღეთ ბიჭებში და გოგონებშიც პირველი ადგილი, კალათბურთში ავიღეთ პირველი ადგილი. რა ვიცი, მოლოდინი ძალიან დიდი გვაქვს. მაგალითად ვაძლევთ ახალგაზრდებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს გავყრენ. და ეს არის თვითონ ცხოვრებისთვის კარგი, რომ ჩვენ ამ დროს ხარჯავთ მოედნისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. და მე ყველა ახალგაზრდას ურჩევდი ჩვენს მომავალს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს გავყრენ. ჩვენ ვართ ვანიდან, შევეჯიბრეთ თეჯოლის გუნდს და მოვიგეთ. ჩვენ გამოვდივართ როგორც დებიუტანტი გუნდი ზესტაფონის სახელით. შევიკარით ძალიან კარგი გუნდი, მე-7 საჯარო სკოლის სახელით და გვაქვს კარგი შედეგების იმედი. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა. ტყე უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 44.5%-ს მოიცავს. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ტყის აღდგენას შენარჩუნება. შესაბამისად, 2012 წლიდან დღემდე ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰექტარ ფართობზეა განხორციელებული. გრძელვადიანი გეგმის მიხედვით 2030 წლამდე ტყის აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.